წარმოგიდგენთ აბას თუმნის ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას პორტრეტს. მე ვარ მაია თოდუა, მე ვარ სოხუმელი, პროფესიით ასტრონომი. მუშაობ აბას თუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 26 წლის წინ დავიწყე აქ მუშაობა 1999 წლიდან, როდესაც დავამთავრე უნივერსიტეტი. ობსერვატორია არის ერთადერთი ასტრონომიული დაწესებულება საქართველოში დღეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი დღეს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. ასტრონომია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი მეცნიერების და თვითონ ქვეყნის დონე საერთოდ განისაზღვრება იმით, თუ რა დონეზე არის ამ ქვეყანაში მეცნიერება და კერძოდ ასტრონომია. ადამიანი რაც არსებობს, სულ იკვლევს სამყაროს დასაბამიდან. ადამიანისთვის დამახასიათებელია ცნობის მოყვარეობა, ეს არის მისი ერთ-ერთი განუყოფელი თვისება. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი არ ფიქრობდეს ზოგადად მის გარშემო მთელს ბუნებაზე და მათ შორის ცაზე, ვარსკვლავებზე და ასე შემდეგ. და რაც უფრო ვითარდება თვითონ ადამიანი, მეცნიერება მით უფრო ვითარდება ასევე მეცნიერებაც და ასტრონომია მათ შორის და პირიქით. მეცნიერების და მათ შორის ასტრონომიის განვითარება პირდაპირ აისახება შემდეგ ადამიანის და საზოგადოების განვითარებაზე. 9 წლის ვიყავი. ალბათ, როდესაც დავინტერესდი ასტრონომიით. უბრალოდ გავიხედეთ საში და მომინდა ამ თანავარსკვლავედების შესწავლა. რომელია დიდი დათვი, მცირე დათვი, ორიონის თანავარსკვლავები, კასიოპეა და ასე შემდეგ. ბიჯექი ხოლმე ღამოღამობით მე თვითონ სწავლობდი ამ ვარსკვლავების განლაგებას, მათი სახელწოდებები და ასე შემდეგ. და მე უკვე უფრო სერიოზულ ლიტერატურასაც ვკითხულობდი და ასეთნაირად გამიჩნდა ეს ინტერესი, რომელიც არ შენელებულა. ჩემი გარემოცვისთვის ძალიან უცნაური რამე იყო, იმიტომ რომ არავინ არ იყო გარშემო ასტრონომი, არავის არც გაეგონა ესეთი პროფესიის არსებობის შესახებ და ისიც კი არ იცოდნენ, სა უნდა მესწავლა მე, როდესაც სკოლას დავამთავრებდი. ძალიან ეგზოტიკური ესეთი პროფესია იყო. და საერთოდ ცდილობდნენ, რომ მე სხვა რაღაცა ამერჩია. ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ, მაგრამ მე არაფრით არ დავნებდი. ვკითხულობ ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დონეზე არის ლექციები, არის საბაკალავრო, სამაგისტრო დონეებზე. კერძოდ სამაგისტრო კურსი არის დისტანციური კვლევის ხელსაწყოები და მეთოდები. შევამჩნიე ბოლო წლებში, რომ ასტრონომიის მიმართ ინტერესი ჩვენთან ძალიან გაიზარდა. ხშირად მიწევს გამოსვლა და პასუხისგაცემა ჟურნალისტებისათვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება რაღაც აღმოჩენები, რაღაც ახალი ასტრონომიაში. არის კიდევ სხვა მხარე, მაგალითად, როდის დაგვეცემა მეტეორი, კომეტა, ასტეროიდი. სხვათა შორის ობსერვატორიაში აკვირდებიან დედამიწასთან მოახლოებად ასტეროიდებს, საშიშ ასტეროიდებს, პოტენციურად შეიძლება იყოს საშიში. აი, რაგული ინასალიძე და მისი ჯგუფი აკვირდება მას სისტემატურად, საერთაშორისო ქსელში არიან ჩართული და მუდმივ მონიტორინგს აკეთებენ. ამ დაკვირვებების საფუძველზე შემდეგ ხდება ამ ასტეროიდების ორბიტის გამოთვლა. როგორ დაფრინავენ ისინი, რა ორბიტაზე მოძრაობენ და შემდეგ რამდენად შეიძლება ეს იყოს საშიში. გაცილებით უფრო სახიფათოა ადამიანისთვის ქუჩის გადასვლა დღეს, აი რომ გადახვიდე ქუჩას, უფრო დიდი ალბათობით დაგეჯახება მანქანა, ვიდრე ჩვენ დაგვეცემა მეტეორი. ამიტომ
ახლა იმის შიშით რომ მედეული დაგვეცემა რა ვქნათ ამაზე ფიქრი ყოველდღიურად ნამდვილად არ არის პროდუქტიული და არ ღირს ამაზე ფიქრი. ჩემი საყვარელი მოვლენა ძალიან ბევრი რამე არის. ხო რაც მე ჩემი თვალით მაქვს რეალურად ნანახი, ეს არის მზის დაბნელება. თვალის დაბნელებაც, მაგრამ მზის დაბნელება განსაკუთრებით საოცარი მოვლენაა 2006 წელს მოხდა ეს ჩვენთან საქართველოში. დასავლეთ საქართველოდან მაშინ ზუგდიდში რუხში ვიყავით და იქიდან ვნახეთ ეს მოვლენა. ასევე ძალიან ლამაზი არის კომეტა ცაზე. ესეც ქონდა ამის ნახვის საშუალება და ისე ჩემი ოცნება იყო მენახა ზიახალი ვარსკვლავის აფეთქება. შესაძლებელია მისი დანახვა და ჩვენ ასტრონომებს აქვთ დაკვირვებული ოღონდ შორეულ გალაქტიკებში სხვაგან ძალიან შორს და მათ ისეთი ეფექტი არ აქვთ. როგორც ჩვენს გალაქტიკაში რომ აფეთქდეს. აბასთუმნის ობსერვატორიის აქ წინა ისტორია თვითონ დაფუძნებას. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იქ ცხოვრობდა აბასთუმანში მაშინდელი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმა გიორგი რომანოვი. მას სჭირდა ტუბერკულოზი. ის იყო თან მოყვარული ასტრონომი. ტელესკოპი ჰქონდა, ჩამოიყვანა მაშინ ცნობილი და წამყვანი ასტრონომი სერგეი გლაზინაპი, რომელმაც ჩამოიტანა თავის ტელესკოპი, დააკვირდა და ნახა, რომ აქაური დაკვირვებები გაცილებით უფრო კარგი იყო და უფრო მაღალი დონის, ვიდრე პეტერბურგიდან, საიდანაც ის აკვირდებოდა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი, სადაც აბასთუმანია, განსაკუთრებით ხელსაყრელია ასტრონომიული დაკვირვებებისათვის და შეიძლება ითქვას, რომ მთელს ევროპაში და მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირის აი ამ რეგიონში ეს იყო ყველაზე საუკეთესო ადგილი ასტრონომიული დაკვირვებებისათვის. ზუსტად ამიტომაც შეარჩიეს 30-იან წლებში პირველი სამთო ობსერვატორია იყო აბასთუმნის ობსერვატორია. ობსერვატორია შეაშენდა 15-მდე ტელესკოპი სხვადასხვა და მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ტელესკოპი ობსერვატორიის არის 125 სანტიმეტრიანი ტელესკოპი და არის უამრავი კიდევ სხვა ტელესკოპებიც, რომლებიც დღესაც მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა ობსერვატორიამ, როგორც მთელმა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენც და მიუხედავად ამისა, აი ენთუზიასტების ხარჯზე მაინც გაძლო და მოახერხა და დღესაც განაგრძობს მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთაშორისო კავშირები წამყვან ცენტრებთან, ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების. ის რომ მე ვარ სოხუმელი, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს სულ მახსოვს და ამის შესახებ ყველგან ამაზე ვამბობ. აუცილებლად ვუსვამ ხაზს, აუცილებლად ვახსენებ ამის შესახებ, რომ მე ვარ იქიდან, მე თუ სადმე უცხოეთში ვარ, ვამბობ, რომ მე ვარ ქართველი, მაგრამ ამავე დროს აუცილებლად ვახსენებ, რომ მე ვარ სოხუმიდან, აფხაზეთიდან. მათ შორის იმასაც ვამბობ, რომ რუსეთმა რაც გააკეთა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მათ შორის რუს კოლეგებთანაც, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ რუს კოლეგებს ხშირად ხვდები თითქმის ყველგან, სადაც მივდივარ კონფერენციებზე თუ სხვა ღონისძიებებზე უცხოეთში, რუსები თითქმის ყველგან არიან. და ზოგი მათგანი მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ აი მაგალითად ყოფილა შემთხვევები მოსულან ჩემთან და ბუდიში მოუხდიათ. ჩვენ წამოვედით იქიდან 93 წლის 19 სექტემბერს. ფეხით დავტოვეთ სახლი ბომბების ქვეშ დაბომბვა მიდიოდა. მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი.
მე იმას ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ამ შემთხვევაში. ანუ რა მდგომარეობაში იქნება ის ქვეყანა, რომელმაც ჩვენ წაგვართვა ეს მიწები. და ასეთ სიტუაციაში შეიძლება იყოს რაღაც. მე უბრალოდ ვაგრძელებ ცხოვრებას როგორც ის არის. იმედით, რა თქმა უნდა.